მოგესალმებით ყველას. ეს რუბიტა რო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების გულწრფელი სიღრმისეული ფიქრები თქვენზე. დღეს ერთ პოზიციაზე გავშალოთ. თუ თქვენზე რეზონირდება, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. პირადი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მომწეროთ. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. ახლა შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ, რომ დღეს კარგ მოგვიპასუხოს, თქვათ მისი სახელი, მისი ვიზუალი წარმოიდგინოთ. და გავიგოთ მისი გულწრფელი სიღრმისეული ფიქრები თქვენზე. თქვენ ამ წუთას ჩაიფიქრეთ ისეთი ადამიანი, რომელიც არის თქვენი ყოფილი მეუღლე. ან ძალიან სერიოზულ ურთიერთობაში ხართ ან იყავით. რადგან ამ პიროვნებამ, როგორც კი დაგინახათ, პირველივე ფიქრი იყო მისი, რომ მე ამ ქალს ცოლად მოვიყვან. მას ძალიან ბევრი პარტნიორული ურთიერთობების გამოცდილება ჰქონდა, შეიძლება ცოტა თავისუფალი წესითაც ცხოვრობდა, ან რამდენიმე პარტნიორიც გიყავდა, ეს არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ შეიძლება ამის შესახებ თქვენ იცით, რომ ესე იყო მისი ცხოვრება, მაგრამ როგორც კი თქვენ გამოჩდით, მან გადაწყვიტა, რომ აერჩია ერთი. ძალიან ბევრი შესაძლო ვარიანტებიდან აერჩია ერთი და ის იყავით თქვენ ან ხართ. ეს არის საჯარო გაშლა, თუ ახლა ყველაფერი რიგზე გაქვთ, ყველაფერი კარგად არის, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ მე მომბეზრდა ესეთი თავისუფალი ურთიერთობები, მომბეზრდა სამკვირიანი ურთიერთობები, მომბეზრდა ყველაფერი, რაც გართობას ეხება და მე მინდა უკვე სერიოზული კავშირი და ზუსტად თქვენ შეეფერებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებული შეგრძნებით შეხვედით მის ცხოვრებაში, ძალიან ლამაზი ხართ და როგორც კი დაგინახათ, მიხვდა რომ თქვენ მისი ბედი ხართ, მაგრამ თუ ახლა ურთიერთობა ან უკვე გამოიარეთ ასეთი ურთიერთობა, სადაც დაქორწინდით და თქვენი გზები გაიყო, ან ძალიან ცუდი მომენტი გაქვთ ურთიერთობაში, ეს წარსული ენერგიები მოდის, რაც იფიქრა მან პირველივე წუთიდან თქვენზე, მაგრამ რა თქმა უნდა, მივუყვებით ახლა ნელ-ნელა გაშლას. მისი გულწრფელი სიღრმისეული ფიქრები თქვენზე, ანუ პირველი შთაბეჭდილებით ვიწყებთ, როგორც კი დაგინახათ, გაგიცნოთ და ასე შემდეგ, იყო ის, რომ თქვენ იქნებოდით მისთვის ყველაზე გამორჩეული პარტნიორი. თუნდაც ვერ მოეკო თქვენი გული, თქვენ მას ძალიან ემახსოვრებით, სულ რომ 10 ჯერ და 9 ჯერ დაქორწინდეს ამის შემდეგ. კარგი, ვნახოთ. არა, აქ მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი ნამდვილად არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, ვინც გყოლიათ და ასევე არის მისთვის თქვენი კავშირი. თქვენ ერთმანეთს ძალიან ბევრი რამ ასწავლეთ, მაგრამ მისი გულწრფელი სიღრმისეული ფიქრები უფრო გვაინტერესებს დღეს და მისი გადმოსახედით თქვენ ის გაზარდეთ. პირდაპირ შეაჯახეთ ცხოვრებისეულ რეალობებს თავისი ლამაზი და ცუდი დღებით. თავისი კარგი დღებით, თავისი ცუდი დღებით, მაგრამ თქვენ აიძულეთ ეს ადამიანი, რომ გამოსულიყო რაღაც კომფორტის ზონიდან ან რაღაც ასაკიდან და აიღო ის პასუხისგებლობები, რასაც ურთიერთობაში ან ურთიერთობა მოითხოვს, ან ურთიერთობაში თქვენ გინდოდათ. შეიძლება ეს ვერ შეძლო მან იმ მომენტში, მაგრამ ახლა იაზრებს, რომ არა თქვენ, დღეს ის ადამიანი არ იქნებოდა, ახლა ვინც არის. გსტალკავთ აქტიურად.
თვითონაც არ იცის რატომ, იმიტომ რომ თქვენთან მოსასვლელი გზები გადამწვარია, თუ ეს ყოფილია. თუ ყველაფერი გზი არის, შეიძლება ამ ადამიანს გულწრფელი სიღრმისეული ფიქრები ის კონდეს, რომ მე მას ვენდობი, მაგრამ ვამოწმებ. მაინც გამოწმებთ ბევრ რამეში. თქვენ გენდობათ, მაგრამ იმ ადამიანებს არ ენდობა, ვინც მეგობრობის ნიადაგით მოდიან თქვენს სოციუმში და თუ ყავთ საპირისპირო სქესის მეგობრები, მათ არ ენდობა ეს ადამიანი. და ზოგადად თქვენს ურთიერთობაში გადამეტებული სიფრთხილე აქვს. კარგით, კიდევ მისი გულწრფელი სიღრმისეული ფიქრები თქვენზე. ნუ აქ ურთიერთობის დასრულებას ძალიან ანობს ადამიანი. ბევრჯერ ვფიქრია, რომ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრებაო. ან შეიძლება იმ ფორმით ურთიერთობის დასრულებას ნანობს, რა ფორმითაც დასრულდა, ცუდად მოიქცა, ან რაღაც დეტალებს მასზე აღარ იზავდა და რაღაც უკან დასაბრუნებელ გზას უფრო დაიტოვებდა. ან შეიძლება საკონტაქტო ურთიერთობას მაინც დაიტოვებდა, რაღაც ასეთი. ახალ პარტნიორზე და ურთიერთობა ვისთანაც კარგად არის, აქ პირიქით არის გულწრფელად უხარია, რომ თქვენ შეგხვდათ. რადგან მისი ენერგია, მისი მამაკაცური ენერგია აბსოლუტურად სხვა მოწოდებაზეა, ხო? გამოცოცხლდა, განვითარდა, ცხოვრების ხალისი სხვანაირად დაუბრუნდა, ისედაც ქონდა გართობები უყვარდა, მაგრამ თითქოს ის ყველაფერი ქონდა მობეზრებული. ოკეი. ახლა ვნახოთ კიდევ მისი გულწრფელი სიღრმისეული ფიქრები თქვენზე. თქვენ ის დაიმორჩილეთ, მისი ყველაზე ცუდი თვისებები დაიმორჩილეთ ისე, რომ თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ ამისთვის. თქვენ უბრალოდ დაიმსახურეთ ეს. თქვენ იმდენად ძლიერი ხართ, კარგი ხართ, რომ უბრალოდ სხვა გზა არ აქვს ამ ადამიანს, თუ თქვენთან ყოფნა უნდა შეიცვალოს, თქვენ კი არ უნდა შეგცვალოთ, უნდა შეიცვალოს თავად. რაც თავისივე ნებით გააკეთა. თქვენთვის ბევრი რაღაც გააკეთა. ეს შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც სახლის და მანქანის და ბრილიანტების ჩუქება, მაგრამ არის ის, რომ თქვენს გამო ის პიროვნული თვისებები, რომელიც თვითონვე უქმნიდა დისკომფორტს, მოიშორა. აქ არ ვიცი რა გააკეთეთ ამ პიროვნებისთვის, მაგრამ ამ ადამიანის ცხოვრება საკმაოდ სერიოზულად შეცვალეთ, კარგი მიმართულებით. ეს ყოფილსაც ეხება და ახალსაც. იცოდეთ, რომ თქვენი, ასე ვთქვათ, წარსულში მოტოვებული ურთიერთობა ენერგეტიკულად ჩახურული არ არის და შეიძლება მას გრძნობდეთ. მაგრამ სამის მოყარეობა გაქვთ თქვენს ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ის რომ ურთიერთობა აღადგინოთ, თითქოს არც ერთი ამაზე არ მუშაობთ. შემორჩენილი ენერგიებია, შემორჩენილი ფიქრებია, მაგრამ თითქოს ორივემ ვიზუალურად ერთმანეთი გაუშვით და ვიზუალურად ქმედებით არაფერს არ გეგმავთ არც ერთი, მაგრამ ენერგეტიკულად ბევრს თქვენს გონებაში ბევრი გადამუშავება ხდება ამ პიროვნების შესახებ და ანალოგიურ ენერგიებს გადის ის ადამიანიც და სხვათა შორის თუ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი, ამასაც გეტყვით, რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს იმ შენიშვნებზე, რასაც თქვენ ადრე აძლევდით, ან ცხოვრებისეულ გამოცდილებებს უზიარებდით და თითქოს დიდად არ გიჯერებდათ, ან რაღაცებს ისე ვერ იგებდა, იმიტომ რომ თქვენ უფრო გამოცდილი იყავით და თვითონ არ ესმოდა ის, რასაც თქვენ ხშირად საუბრობდით. ახლა ყველაფერს იჯერებს იმ კუთხით, რომ რაც თქვენ უთხარით, ვისეც რა უთხარით, ადამიანებზე რაც უთხარით, ვინ იყო მისი ნამდვილი მეგობარი, ვინ იყო მისი ფარული მტერი, ვის სურდა მისთვის კარგი და ვის არ სურდა, ყველაფერი გამართლდა და ეს იცოდეთ, რომ
აი ეს კარგად აქვს გულში აღიარებული, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ადამიანების ცნობაც და მისთვის კარგი გინდოდათ. მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.